კრაზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძიმე სატვირთო ავტომობილის მწარმოებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. კრემენჩუგის საავტომობილო ქარხანა მდებარეობს უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში. ქარხანა თავდაპირველად 1945 წელს აშენდა როგორც ხიდების და მძიმე მეტალის კონსტრუქციების საწარმო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს უამრავი დანგრეული ხიდი ჰქონდა და ეს ქარხანა სწორედ მათ აღდგენას ემსახურებოდა. 1950 წლებში ქარხანამ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება, მაგრამ 1958 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მძიმე სატვირთოების გამოშვება სწორედ აქ გადაეტანა. მანამდე ასეთი მანქანები იაროსლავის ქარხანაში იამს იწარმოებოდა. 1959 წელს გამოვიდა პირველი კრაზ 222 უზარმაზარი სამღერძიანი თვითმცლელი. ეს იყო კრაზის ოფიციალური დასაწყისი როგორც სატვირთო ბრენდის. საბჭოთა პერიოდში კრაზები ექსპორტზე გადიოდა 50-ზე მეტ ქვეყანაში. გამოირჩეოდა სიმტკიცით, გამალობითა და მძიმე პირობებში მუშაობის უნარით. ყველაზე ცნობილი მოდელები. პირველი კრაზ 214 1956 1967. პირველი სერიული მძიმე ყველგანმავალი. გამოიყენებოდა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულებით. მეორე კრაზ 255 1967 1994. ყველაზე ცნობილი კრაზი. ჰქონდა დიდი საბურავები და გამორჩეული გამავლობა. ხშირად ეძახდნენ გზების მეფეს და საბჭოთა მონსტრს. მესამე კრაზ 260 1979 1993. კრაზ 255 ის გაუმჯობესებული ვერსია. უფრო ძლიერი ძრავით და თანამედროვე კონსტრუქციით. მეოთხე კრაზ 6322. თანამედროვე სამხედრო სატვირთო. დღემდე გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. კრაზის რამოდენიმე მოდელი არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ არხზე განვიხილავთ კრაზ 255-ის. კრაზ 255 არის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძიმე გამალობის სატვირთო ავტომობილი. მისი წარმოება დაიწყო 1967 წელს უკრაინაში, კრაზის ქარხანაში. იგი შეიქმნა როგორც კრაზ 214-ის გაუმჯობესებული ვერსია და სწრაფად გახდა საბჭოთა არმიისა და მძიმე მრეწველობის მთავარი სატვირთო. კრაზ 255-ის შეეძლო 10 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა უგზოობაზეც. რატომ გახდა ლეგენდარული? ჰქონდა უზარმაზარი 6x6 გამავლობის სისტემა. გამოირჩეოდა ძალიან დიდი საბურავებით. მუშაობდა ტალახში, თოლში, ტყეში, ჩაობსა და უგზოობაში. გამოიყენებოდა სამხედრო ტექნიკის, არტილერიის, ხიდების, რადარების და მძიმე ტვირთების გადასაზიდად. ტექნიკური პარამეტრები. ძრავი, იამს 238 8 ცილინდრიანი დიზელი. მოცულობა 14.9 ლიტრი. სიმძლავრე 240 ცხენის ძალა. მაბრუნებელი მომენტი 883 ნიუტონ-მეტრი. ასევე კარგი წყლის გაგრილების სისტემა. ტრანსმისია გადაცემათა კოლოფი. 5 საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. სრული ამძრავი 6x6. დაბალი გადაცემების რეჟიმი უგზოობისთვის, ეგრეთ წოდებული რას დადგა? ზომები. სიგრძე 860 მეტრი. სიგანე 270 მეტრი. სიმაღლე 290 მეტრი. ბორბლების ბაზა 5300 მმ. წონა და ტვირთამწეობა. საკუთარი წონა დაახლოებით 12 ტონა. ტვირთამწეობა 7.5 ტონა. მისაბმელის გაწევა გზაზე 50 ტონამდე. სიჩქარე და საწვავი. მაქსიმალური სიჩქარე 70-75 კმ/სთ. ავზები 2 ავზი 150 ლიტრიანი. საწვავის ხარჯი დაახლოებით 38-45 ლიტრი 100 კილომეტრზე. გამოიწერეთ არხი და უყურეთ საინტერესო ვიდეოებს. Subscribe to the channel and watch interesting videos. საქართველოში კრაზ 255 განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში და 1990-იან წლებშიც. ოფიციალური სტატისტიკა რთულად მოსაპოვებელია, მაგრამ ცნობილია, რომ ეს მანქანები ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროში. საქართველოში კრაზ 255 გვხვდება. ხე-ტყის მეურნეობაში. აჭარაში, გურიაში, რაჭასა და სვანეთში ხე-ტყის გადაზიდვაზე. გზების მშენებლობაში.
გზების, ხიდებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე. გადაჰქონდა მძიმე ტექნიკა, ბეტონი და სამშენებლო მასალები. ასევე იყენებდნენ სამხედრო დანიშნულებით. კრას 255 დღეს უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი სატვირთო აღარ არის. მისი ადგილი თანამედროვე მანქანებმა დაიკავეს, თუმცა სხვადასხვა ძველი კრაზიის შასი და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდეს რეზერვში, სასწავლო ბაზებზე ან საინჟინრო დანაყოფებში. დღესაც შეიძლება კრას 255-ის ნახვა, კერძო კოლექციებში, ოფროუდ ფესტივალებსა და შეჯიბრებებზე. მისი ძლიერი 6x6 სისტემა მთიან და ტალახიან გზებზე იდეალური იყო. ასევე კრას 255 ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ოფროუდ ვიდეო თამაშებშიც გვხვდება. პირველი Spin Tires. კრას 255 თამაში წარმოდგენილია სახელით T255. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პოპულარული მანქანაა თამაშში. შექმნილია რეალური კრას 255-ის მიხედვით. მეორე Mud Runner. აქაც გვხვდება T255, T256 და T260. მოთამაშეები ხშირად მას თამაშის ერთ-ერთ საუკეთესო გამავლობის მანქანად მიიჩნევენ. მესამე Snow Runner. პირდაპირი სახელით კრაზი აღარ არის, მაგრამ წარმოდგენილია გამოგონილი ბრენდი Taiga. Taiga 6455 რეალურად კრას 255-ისზეა დაფუძნებული. მეოთხე Roadcraft. თამაში ასევე არის Taiga 6455, რომელიც კრას 255-ის თანამედროვე ვირტუალური ვერსიაა. თუ მოგეწონა ვიდეო გამოიწერე არხი და ალაიქე ვიდეო და დაელოდე შემდეგ სატვირთო ავტომობილის განხილვას, თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გამოიწერეთ არხი და უყურეთ საინტერესო ვიდეოებს. Subscribe to the channel and watch interesting videos.